1782 წლის 21 თებერვალს ვესტმინსტერის დარბაზში ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური სასამართლო პროცესი დაიწყო. გაბრაზებულმა არისტოკრატმა სერ რიჩარდ ვორსლიმ თავისი ახლო მეგობარი კაპიტანი ჯორჯ ბისეტი დაადანაშაულა მის ცოლთან კრიმინალურ კონვერსიაში და მოითხოვა 20,000 გირვანქა სტერლინგი ზარალის ანაზღაურებად. წლების განმავლობაში მისი ცოლი და ახლო მეგობარი საიდუმლო საყვარლები იყვნენ. და ეს სხვა შოკისმონგროვ ფაქტებთან ერთად ლედი ვორსლის ყველაზე სკანდალურ ფიგურად აქცევდა გეორგიანულ ბრიტანეთში. მაგრამ რა იყო ზუსტად კრიმინალური კონვერსია და ვინ იყო ქალი, რომელიც ამ სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა და რომელზეც მთელი ბრიტანეთი ლაპარაკობდა? ქალი, რომელიც სამარცხვინოდ გახდა ცნობილი როგორც ლედი ვორსლი, დაიბადა 1758 წლის 5 ოქტომბერს მიდლსექსში, ინგლისში. საინტერესოა, რომ მას მამაკაცური ჟღერადობის სახელი დაარქვეს სეიმურ დოროთი ფლემინგი, თუმცა ამის კარგი მიზეზი არსებობდა. ის იყო სერ ჯონ ფლემინგის ქალიშვილი, რომელიც ირლანდიაში დაბადებული მიწათმფლობელი იყო და გადმოსახლდა ბრომპტონ პარკში, მიდლსექსში, რაც დღეს ლონდონის სამხრეთ კენსინგტონია. სეიმურის დედა იყო ჯეინ კოლმენი, მდიდარი მემკვიდრე. ჯონს და ჯეინს სეიმურისთვის უჩვეულო სახელის შერჩევით პატივი მიაგეს სეიმურის დედის დედას, რომელიც გავლენიანი სეიმურის ოჯახიდან იყო, იმავე ოჯახიდან, რომელმაც ჯეინ სეიმური, ჰენრი მერვის მესამე ცოლი 1530-იან წლებში წარმოშვა. სეიმური და მისი უფროსი და ჯეინი ძირითადად დედამ მარტო გაზარდა. რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც სეიმური 5 წლის გახდა, 1763 წელს მისი მამა ტრაგიკულად გარდაიცვალა, დაახლოებით 33 წლის ასაკში. 7 წლიანი გლოვის შემდეგ მისი დედა ჯეინი საბოლოოდ მზად იყო ხელახლა დაქორწინებულიყო და 1770 წელს ის დაქორწინდა ედვინ ლასელსზე, პირველ ბარონ ჰერუდზე, მდიდარ კაცზე, რომლის ოჯახსაც კარიბის ზღვის აუზში შაქრის ლერწმის პლანტაცია ჰქონდა. 1760-იან წლებში ედვინი ლიდსთან ახლოს აშენებდა ჰერუდის სახლს, რომელიც იმ ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი სასახლე იყო. ლედი ვორსლის ცნობილი პორტრეტი, რომელიც ჯოშუა რეინოლდსმა დახატა, იქ დღემდე კიდია. დედამისის ხელმეორედ დაქორწინების შემდეგ სეიმური და ჯეინი მასთან ერთად ჰერუდში გადავიდნენ საცხოვრებლად. მათ კიდევ რამდენიმე და-ძმა ჰყავდათ, მაგრამ ყველა ბავშვობაში გარდაიცვალა. როცა სეიმური თინეიჯერობის ასაკში შევიდა, აშკარა გახდა, რომ ის იყო ჯიუტი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც უყვარდა ცხენოსნობა, ბანკოს თამაში და ცეკვა. ეს განსხვავდებოდა მისი დის ჯეინისგან, რომელსაც უფრო თავშეკავებულად ახასიათებდნენ. როგორც გარდაცვლილი მამის, მხოლოდ 2 გადარჩენილი ქალიშვილიდან ერთ-ერთი, სეიმური ნებისმიერ პოტენციურ ქორწინებაში დიდ მზითებს მიიტანდა. ეს 10,000-ობით ფუნტს შეადგენდა, რაც დღევანდელი კურსით მილიონობით დოლარია და მალე მდიდარი და გავლენიანი მამაკაცები რიგში იდგნენ, რომ მისი ხელი მოეპოვებინათ. სეიმურის მთელი ცხოვრება განისაზღვრა მისი ადრეული ასაკში ქორწინებით და ამ ურთიერთობის უბედურებით. მისი მომავალი ქმარი იყო სერ რიჩარდ ვორსლი. ის 7 წლით უფროსი იყო სეიმურზე და დაიბადა 1751 წელს უაიტის კუნძულზე, სადაც ვორსლების ოჯახი მაღალი შუა საუკუნეებიდანვე გამორჩეული მიწათმფლობელები იყვნენ. სერ რიჩარდმა ბარონეტის ტიტული მემკვიდრეობით მიიღო, როცა 17 წლის იყო. შემდეგ ის გახდა პარლამენტის წევრი და მეფე გიორგი მესამის სამეფო კარის მმართველი. ვორსლები, ფლემინგების და ლასელის მსგავსად, მდიდარი ოჯახი იყო იმ ეპოქაში, როცა ფული ინგლისში მოედინებოდა, რადგან ბრიტანეთის იმპერია მსოფლიოს ძესახელმწიფოდ ყალიბდებოდა. საინტერესოა, რომ ვორსლი თავდაპირველად სეიმურის უფროსდას ჯეინს ეთრფოდა, მაგრამ 1772 წელს მან უარი უთხრა ვორსლის და ჰარინგტონის გრაფს გაჰყვა ცოლად. შემდეგ მან ყურადღება სეიმურზე გადაიტანა, მას შემდეგ რაც ისინი 1775 წლის ზაფხულში იორკის რბოლებზე შეხვდნენ ერთმანეთს. მოულოდნელ რომანში, რომელმაც მაღალი საზოგადოება შოკში ჩააგდო, მან სეიმურს ერთ კვირაზე ნაკლებ დროში ხელი სთხოვა და 1775 წლის 20 სექტემბერს ისინი დაქორწინდნენ. სეიმური 17 წლის იყო, ხოლო სერ რიჩარდი 24 წლის. სამწუხაროდ სეიმურისთვის ქორწინების კონტრაქტი მთლიანად მისი ქვის სასარგებლოდ იყო შედგენილი. მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი ქონება ვორსლის გადაეცა, სეიმურს მხოლოდ 400 ფუნტის წლიური შემწეობა დარჩა, რაც ქმარს აძლევდა კონტროლს იმ სიმდიდრეზე, რომელიც სეიმურმა ქორწინებაში შეიტანა. თავდაპირველად ქორწინება საკმაოდ ტრადიციულ ქორწინებად ჩანდა. ლედი ვორსლი ქორწინებიდან რამდენიმე თვეში დაორსულდა და 1776 წლის აგვისტოში მათ პირველ შვილს, ვაჟს, სახელად რობერტი გააჩინა. თუმცა ის მათი ერთადერთი კანონიერად შობილი შვილი იქნებოდა.
არისტოკრატიული ქორწინების გრანდიოზული ფასადის მიღმა დაძაბულობა უკვე იწყებდა დუღილს. სეიმური მოგვიანებით თავის ქმარს ცივ, მკაცრ და აუტანლად მოსაწყენ ადამიანად აღწერდა. მაშინ როცა თავად სიცოცხლით სავსე, კოკეტური და ჯორჯიანა კავენდიშის ბრწყინვალე წრეში შეუჩერებლად მიზიდული იყო. და მალე მაღალი საზოგადოების წრეებში ჭორები გავრცელდა, ხოლო ლედი უორსლის ქორწინება სკანდალისკენ მიექანებოდა. დიდი დრო არ იყო გასული, რომ უორსლების ქორწინებაში ღალატის ბრალდებები გაჩნდა. ბევრი წყარო მიუთითებს, რომ სერ რიჩარდი საოცრად გულგრილი იყო თავისი ცოლის რომანების მიმართ. ერთ-ერთ სკანდალურ შემთხვევაზე, როგორც ამბობენ, სერ რიჩარდმა შუაღამით სახლში ლედი უორსლის ერთ-ერთი საყვარელი აღმოაჩინა. თუმცა მასთან დაპირისპირების ნაცვლად, მან უბრალოდ გაუშვა ის კაცი, რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ჭორებს, რომ მათი ქორწინება ბევრად უფრო ბნელ საიდუმლოებებს მალავდა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. გაზეთები მოგვიანებით ამტკიცებდნენ, რომ სეიმურს ათეულობით საყვარელი ჰყავდა, თუმცა მტკიცებულებები უფრო მცირე რიცხვს მიუთითებს. ყველა იმ მამაკაციდან, ვისთანაც ლედი უორსლის რომანი ჰქონდა, არც ერთი არ გამხდარა უფრო სკანდალური, ვიდრე მორის ჯორჯ ბისეტი. ის წარმოშობით კეთილშობილი ოჯახიდან იყო, რომელსაც მიწები ჰქონდა უაიტის კუნძულზე, თუმცა ბისეტების კლანი თავდაპირველად შოტლანდიელი იყო. მისი საცხოვრებელი უაიტის კუნძულზე უორსლების სახლიდან მხოლოდ 4 მილის დაშორებით იყო და ბისეტი უცხო ადამიანი არ ყოფილა, რადგან ის სერ რიჩარდის ერთ-ერთი ახლო მეგობარი იყო. შემდეგ რაც მოხდა, უბრალოდ რომანი არ იყო, არამედ დამამცირებელი ზურგში დანის ჩარტყმა, რომელმაც მეგობრობა ღალატად აქცია და შოკის ტალღები გაავრცელა გეორგიანული მაღალი საზოგადოების წრეებში. თუმცა ეს სკანდალური რომანი საერთოდაც ვერასდროს იქნებოდა აღმოჩენილი, რომ არა ამერიკის რევოლუციური ომის დაწყება. მას შემდეგ, რაც საფრანგეთი ჩაერთო ომში, ჩრდილოეთ ამერიკაში აჯანყებულთა მხარეს, ლორდი უორსლი პასუხისმგებელი იყო სამხრეთ ინგლისში მილიციების ცურთნაზე, ფრანგების მხრიდან სანაპირო რეგიონის შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში. ბისეტი მონაწილეობდა ამ სამხედრო წვრთნებში და როდესაც უორსლიმ იქირავა სახლი მეიდსტოუნში, კენტში, ამ წვრთნების ზედამხედველობისას მან ბისეტი მიიწვია იქ დარჩენილიყო. ამ პერიოდში გახდა ყველასთვის ცნობილი ლედი უორსლისა და კაპიტანი ბისეტის რომანი. 1791 წლის აგვისტოში სეიმურმა ქალიშვილი გააჩინა, რომელსაც ჯეინი დაარქვეს, მაგრამ მალევე გავრცელდა ჭორები, რომ ბავშვი საერთოდ არ იყო სერ რიჩარდის. საზოგადოებრივი სკანდალის თავიდან ასაცილებლად, მან ბავშვი თავისად აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან ჭორაობდნენ, თითქოს ნამდვილი მამა ბისეტი იყო. რაც ცხადია ისაა, რომ სერ რიჩარდი იმ დროს თითქმის არ ღელავდა თავისი ცოლის ღალატზე. ერთ-ერთი სკანდალურად ცნობილი ისტორია, რომელიც მალევე გავრცელდა, ის იყო, რომ 1791 წლის სექტემბერში, როდესაც სამივე მეიდსტოუნის აბანოში იმყოფებოდა, მან ბისეტსა და თავის ცოლს შორის ურთიერთობაზე იხუმრა. მაგრამ მაშინ, როცა სერ რიჩარდი თითქოს მზად იყო საჯაროდ მოთხოვებული ქმრის დამცირება აეტანა, სეიმური მთლიანად დაიღალა ამ ქორწინებით. 1791 წლის ნოემბერში მან სკანდალს სრულიად ახალი დონე მისცა. ბისეტთან ერთად კენტიდან ლონდონში გაიქცა, სადაც წყვილი თავხედურად როგორც საყვარლები ერთად დარეგისტრირდა როიალ ჰოთელში. შემდეგ სეიმურმა წერილი მისწერა თავის მოახლეს, მერი სოფტბის და დაავალა, რომ პატარა ჯეინი დედაქალაქში მასთან გაეგზავნა დამატებით ტალსაცმელთან ერთად. სეიმურს როგორც ჩანს სჯეროდა, რომ მისი დრამატული გაქცევა საბოლოოდ აიძულებდა ქმარს დათანხმებოდა განქორწინებას, რაც გზას გაუხსნიდა ბისეტთან ქორწინებისთვის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სერ რიჩარდი დიდი ხნის განმავლობაში ითმენდა მის რომანებს, მას არანაირი განზრახვა არ ჰქონდა და ეთმო ქონება და სტატუსი, რომელიც მათ ქორწინებას უკავშირდებოდა. ამის შემდეგ მოჰყვა სასტიკი განშორება, სენსაციური სასამართლო ბრძოლა და სკანდალი, რომელმაც მთელი ბრიტანეთი მოიცვა. ლორდ უორსლიმ ახლა გადაწყვიტა ედავოს ბისეტს. იმ დროისთვის, იმ დროის ეგრეთ წოდებული ცოლის შეცდენის სარჩელით, რაც კონკრეტული ბრალდება იყო, რომელსაც მამაკაცი უყენებდა ახლო მეგობარს, რომელიც მის ცოლს აცდუნებდა. მნიშვნელოვანია, რომ ბრალდება გამორიცხავდა ცოლის ჩვენების მიცემის შესაძლებლობას, რადგან ის არ იყო საქმის მხარე. ამ შემთხვევაში სერ რიჩარდი ედავებოდა ბისეტს და არა ლედი უორსლის. რიჩარდი ითხოვდა 20,000 ფუნტ სტერლინგს ზიანის ანაზღაურებად, თანხას, რომელიც ბისეტს გააკოტრებდა, თუ ლორდ უორსლი საქმეს მოიგებდა. საკითხის უკეთ გასაგებად, ეს თანხა დღეს თითქმის 3 მილიონ ფუნტს შეადგენდა. საქმე ვესტმინსტერში 1792 წლის თებერვალში განიხილეს.
ბისეტის იურიდიულმა გუნდმა რომანის უარყოფის ნაცვლად ამტკიცა, რომ ლედი უორსლის ბისეტამდე არაერთი საყვარელი ჰყავდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბისეტს მისი ღირსება არც დაუმცირებია. გარდა ამისა, მათ ასევე განაცხადეს, რომ სერ რიჩარდს კარგად იცოდა თავისი ცოლის ორგულობის შესახებ და ზოგ შემთხვევაში თითქოს თავადაც კი დაახალისა ეს. შემდეგ მისი ყოფილი საყვარლებიდან რამდენიმე მოწმეებად დაიბარეს და ფიცის ქვეშ დააკითხეს. ვიკონტი დირჰერსტი, რომელიც აშკარად უხერხულად გრძნობდა თავს მომხდარის გამო, აღიარა, რომ სერ რიჩარდმა ერთხელ იცოდა, რომ ის და მისი ცოლი ლონდონსა და საუთჰემპტონში 3 დღე ერთად გაატარეს და არაფერი გაუკეთებია მათი შესაჩერებლად. სასამართლო პროცესის გაგრძელებასთან ერთად საქმე კიდევ უფრო სკანდალური ხდებოდა და ლედი უორსლის რეპუტაცია სწრაფად ეცემოდა. მაგალითად, მისი ერთ-ერთი ექიმი, უილიამ ოსბორნი, გამოცხადდა და დაადასტურა, რომ მას ვენერიული დაავადებები უმკურნალა, რომლებიც სავარაუდოდ გრაჰამის მარკიზისგან ჰქონდა შეძენილი. 18 საუკუნეში მსგავსი სამედიცინო საკითხების საჯაროდ განხილვა სასამართლოში სრულიად წარმოუდგენელი იყო. ამასობაში ლონდონში გაზეთები, კარიკატურები და ბროშურები გამოიცემოდა, სადაც სასამართლო პროცესის პიკანტური დეტალები იყო აღწერილი. საბოლოოდ სასამართლომ გადაწყვეტილება სერ რიჩარდის სასარგებლოდ მიიღო. ეჭვი არავის ჰქონდა, რომ ლედი უორსლი და ბისეტი ურთიერთობაში იყვნენ, თუმცა ნაფიცმა მსაჯულებმა სერ რიჩარდს ზარალის ანაზღაურებად მხოლოდ 1 შილინგი მიუსაჯეს, რაც ყველაზე მცირე თანხაა. ეს იყო დამანგრეველი საჯარო დამცირება. ვერდიქტმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოლი ერთგული არ იყო, თავად სერ რიჩარდი ღიად ითმენდა და ხელსაც უწყობდა მის ურთიერთობებს. როდესაც სკანდალი მთელ ბრიტანეთში ვრცელდებოდა, სამივე მათგანის ცხოვრება აღარასოდეს იქნებოდა იგივე. 1782 წლის სასამართლო პროცესი კატასტროფა იყო ყველა მონაწილისთვის. სერ რიჩარდის პოლიტიკური კარიერა აღარასოდეს აღდგა. მთელი სასამართლო პროცესის ჩანაწერი ლონდონში გასაყიდად გამოჩნდა რამდენიმე დღეში და ბესტსელერად იქცა. ჯორჯ ვაშინგტონსაც კი ჰქონდა ეგზემპლარი ატლანტიკის მეორე მხარეს. ეს იმას ნიშნავდა, რომ ლედი უორსლის რეპუტაციაც სასამართლო პროცესმა გაანადგურა და მალე ქალაქში უხამსი ბროშურებიც გავრცელდა ისეთი სათაურებით, როგორიცაა სერ რიჩარდ იზის და ლედი ვაგტეილის ნამდვილი ანეკდოტები და სასიყვარულო თავგადასავლები. ასევე სასამართლო პროცესის დასრულება არ ნიშნავდა იმას, რომ ვორსლები შეძლებდნენ განქორწინებას, რათა სეიმურ ვორსლი და ბისეტი ბედნიერად ეცხოვრათ ერთად. სინამდვილეში სერ რიჩარდმა უარი თქვა განქორწინებაზე, რადგან ფინანსურად იზარალებდა და სეიმურ ვორსლი მიიღებდა კონტროლს იმ ზითვზე, რომელიც ქორწინებაში შეიტანა. მოვლენები დრამატულად შემოტრიალდა და ბისეტმა შემდეგ ლედი ვორსლი მიატოვა. ასე რომ საბოლოოდ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი რეპუტაცია განადგურდა. მისმა საყვარელმა და მისი ქალიშვილის მამამ მიატოვა ის, ხოლო მისმა ქმარმა უარი თქვა განქორწინებაზე, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის სრულიად უსახსროდ დარჩა. განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი ოჯახიც კი უარყო იგი. მხოლოდ ეს კი არა, ის ასევე ორსულად იყო ბისეტის კიდევ ერთი შვილით. 1793 წელს შვილის გაჩენის შემდეგ მან გადარჩენისთვის კურტიზანობა დაიწყო და მდიდარი მამაკაცების ფულსა და მფარველობაზე იყო დამოკიდებული. შემდეგ პერიოდში სეიმური გახდა ახალი ქალთა წრის წევრი. ეს იყო ქალების ჯგუფი, რომლებიც იგრებებოდნენ სარა ფრენდერგასტის ბორდელში. ეს ძირითადად იყო მხარდაჭერის ქსელი არისტოკრატი ქალებისთვის, რომელთაც ერთი თუ მეორე გზით რეპუტაცია დაეკარგათ და რთულ პირობებში ცხოვრობდნენ. მის წევრებს შორის იყვნენ ლედი ენკორკი და ლედი დერბი, ხოლო კოტერიის დამფუძნებელი კაროლაინ სტენჰოუპი თავად სეიმურის დის, ჯეინის დედამთილი იყო. კაროლაინი, ისევე როგორც სეიმური, წლების წინ ცუდი სახელით იყო ცნობილი თავისი მრუშობის გამო. კოტერიის წევრობის პერიოდში 1780-იანი წლების შუა ხანებში ლედი უორსლის კიდევ მრავალი საყვარელი ჰყავდა. მაგრამ კიდევ ერთხელ მისი ცხოვრება კიდევ უფრო ბნელ გზას დაადგა. რამდენადაც არ უნდა ეცადა თავის შენარჩუნებას, ლედი უორსლის ვალები განშორების შემდეგ წლებში გაიზარდა და საბოლოოდ მან ლონდონი დატოვა და პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც უფრო მეტი შემწყნარებლობა იყო იმ ქალების მიმართ, რომლებიც საჯაროდ იყვნენ ბრალდებულნი ქორწინების გარეშე ურთიერთობებში. შემდეგ ის ვერსალის ფრანგულ კარზე მუდმივ სტუმრად იქცა და კიდევ ერთი ქალიშვილი, შარლოტა გააჩინა, რომელიც სხვა ოჯახში აღსაზრდელად გააგზავნეს. მისი ერთ-ერთი საყვარელი აქ იყო ჟოზეფ ბოლონიე, შევალიე დე სენ-ჟორჟი, შერეული რასის კომპოზიტორი და ჩემპიონი ფარიკაობაში. თუმცა დრო, როცა მან გადაწყვიტა ფრანგულ კარს შეუერთებოდა, იდეალური არ იყო
და 1789 წელს საფრანგეთის რევოლუცია დაიწყო. რევოლუციის წლები მისთვის მარტივი არ ყოფილა და 1793 წელს ტერორის მმართველობის დროს იგი დააპატიმრა რევოლუციურმა მთავრობამ მისი კეთილშობილური სტატუსისა და სამეფო კართან კავშირების გამო. ეს საბოლოოდ მის პატიმრობამდე მივი და ამ ბნელ პერიოდში ვორსლისთან ერთად მისი შვილიც გარდაიცვალა. საბოლოოდ 1797 წელს ის ინგლისში დაბრუნდა. ამ ეტაპზე მან ოჯახთან შერიგება მოახერხა და დაიწყო მშვიდად ცხოვრება თავის ბავშვობის სახლში, ბრომპტონ პარკში, როცა 40-იან წლებში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცოლი სხვადასხვა ადგილას გადაადგილდებოდა, სერ რიჩარდს კვლავ არაერთგვაროვანი კარიერა ჰქონდა. საფრანგეთის რევოლუციამდე პერიოდში ის ცხოვრობდა უაიტის კუნძულზე, თავის საყვარელთან, სარა სმითთან ერთად. საფრანგეთის რევოლუციური ომების დროს იგი დაანიშნეს ბრიტანეთის წარმომადგენლად ვენეციის რესპუბლიკაში. ის გარდაიცვალა ბრიტანეთში 1805 წელს 54 წლის ასაკში. ამ დროს მისი ქონება მძიმე ვალებით იყო დატვირთული. ეს იყო ძალიან გავრცელებული მოვლენა ბრიტანული არისტოკრატიის ცხოვრებაში, იმ ეპოქაში, როდესაც ჭარბის სმა, აზარტული თამაშები და უზარმაზარი ქონების ფუჭად დახარჯვა დიდრული სახლების აშენებაზე ჩვეულებრივი ამბავი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მისმა დაშორებულმა ქმარმა ფინანსური გაუთვითცნობიერებლობა გამოიჩინა, მისი გარდაცვალების შემდეგ სეიმურმა საბოლოოდ შეძლო უკან დაებრუნებინა ის 70,000 გირვანკა სტერლინგი, რომელიც ქორწინებაში შეიტანა. 2000 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ეს ქონება იურიდიულ დავებში იყო ჩახლართული. მოულოდნელად უზარმაზარი ქონება დაუბრუნდა და შეძლო უკან მოეტოვებინა ის წლები, რაც ინგლისსა და საფრანგეთში გაჯირვებულ ცხოვრებაში გაატარა. ოფილმა ლედი ვორსლიმ ასევე შეძლო საბოლოოდ ხელახლა დაქორწინებულიყო. 1805 წლის 12 სექტემბერს ქმრის გარდაცვალებიდან ცოტა მეტი ვიდრე 1 თვის შემდეგ მან იქორწინა ჯონ ლუის კაუჩზე, 26 წლის მუსიკოსზე. მან კვლავ მიიღო თავისი ფლემინგის გვარი, რაც იმ დროისთვის უჩვეულო იყო და კაუჩმაც ასევე მიიღო ეს გვარი. მისი ხელმეორედ ქორწინება, რომელიც მის 47 დაბადების დღემდე ცოტა ხნით ადრე შედგა, უფრო მშვიდი მოვლენა იყო. უმეტესობა თანხდება, რომ ეს ბედნიერი ურთიერთობა იყო და ისინი მშვიდად ცხოვრობდნენ, მისი პირველი ქორწინების დრამასთან შედარებით. ფრანგული რევოლუციური და ნაპოლეონის ომების დასრულების შემდეგ 1814 და 1815 წლებში წყვილი პარიზში გადავიდა და სეიმურის სიცოცხლის ბოლომდე საფრანგეთის დედაქალაქში ცხოვრობდა. ისი გარდაიცვალა 1818 წლის 9 სექტემბერს 59 წლის ასაკში, გაურკვეველი დაავადებით. ქალი, რომელიც ერთ დროს ბრიტანული საზოგადოების თვალში სკანდალურად ცნობილი გახდა, დაკრძალულია პარიზის ცნობილ პერლაშეზის სასაფლაოზე, სადაც დღესაც განისვენებს. ჯიმ მორისონის, ოსკარ უაილდის, ედით პიაფის და ფრედერიკ შოპენის საფლავებს შორის სკანდალური ცხოვრების ღირსეული დასასრული. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს ლედი ვორსლის შესახებ. იმედი მაქვს თქვენთვის საინტერესო იყო. მომწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მის ცხოვრებაზე და თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება, ისიც დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში. იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რათა ჩემი ყველა ვიდეოს შესახებ მაშინვე გაიგოთ, როგორც კი ავტვირთავ. სულ ეს იყო ჩემგან, ასე რომ გნახავთ შემდეგ Forgotten Life-ში. გმადლობთ!